ეხლა მოვდივართ მეგობრებო სოფელი ზაქაროდან, გავჩერდით იქ ვისადილეთ. საღამო ჟამეა და მივდივართ რუსთავისკენ და გამოვიარეთ სოფელი, რა ქვია ამ სოფელს ბესო? გალავანი გამოვიარეთ და ერთი პატარა მონაკვეთი მინდა რომ გაჩვენოთ რა. აი ეს ადგილი რომ გამოვიარეთ. აი არ ვიცი რა, აი კომენტარის გარეშე ახლა უნდა გაჩვენოთ რა ხდება აქ. მე მანქანაში დავждდები, თორე ერთ-ერთი მაცხოვრებელი არის ამ სოფელში, ჭილანდკარში და ძალიან დიდი ძაღლი ყავდა და დოგი იყო რაღაცა რა. ვერენდობა კაცი. ბულდოგდობერი. დათო ხო ხარ მხეცივით? ეს გზა რომელიც ჩვენ შარშან ვიყავით და გაბჭებული იყო მამაოებს აუდგენიათ თვითონ თავიანთი ძალებით და შენდება აქ საბოლოო ჯამში იქნება მამათა მონასტერი. აი ამ ლამაზ ბუნებაში, არაჩვეულებრივი ბუნება არის, ძალიან კარგი ადგილია. ნაგვის გარეშე ახლა მაგიდა ხო აქაც არის, აი ქვევით ნახე. ოსმოდის და ნაგვის გარეშე. აგერაც კაი მაგიდა, ეგერაც. აუ მე კიდე ამ დალაგებით დავიღალე რა. არ შემიძლია, სადაც მივდივართ, ყველგან ვალაგებ და. დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს 20 თებერვალია. და დღეს ვიმყოფებით მცხეთიდან დაახლოებით 18 კილომეტრია, ძალიან ლამაზი ადგილია, სადაც ახლა ამჟამად ვართ, ამოვედით. ამ ადგილზე ჩვენ შარშან დაახლოებით ვართ ამოსულები, უпроსტოდ გვინდოდა ამოსვლა, მაგრამ იმის გამო რომ გზა იყო გაფუჭებული წვიმისგან, ვერ ამოვედით ფიზიკურად და წელს ძალიან მაინტერესებდა გაკეთდა თუ არა გზა და გვინდოდა აქ ამოსვლა და წამოვედით. ეს არის სოფელ კევლიანთან. დაახლოებით 2-3 კილომეტრით მოშორებით არის ივერის ღვთისმშობლის ეკლესია. აქ მე მგონი მონასტერიც შენდება, მამათა მონასტერი. ძალიან ლამაზი ადგილია, ძველი ეკლესია არის. რიყის ქვით აშენებული, შუა საუკუნეების და მინდა ერთად დავათვალიეროთ ეს ლამაზი ადგილი. შემდეგ გავაგზავნებთ ჩვენ გზას, კიდე რამოდენიმე საინტერესო ადგილი გვაქვს დაგეგმილი დღეს რომ ნახოთ და მოდით ერთად ჯერ პირველ რიგში მივიდეთ, შევიდეთ ამ ეკლესიაში, დავათვალიეროთ კევლიანის ღვთისმშობლის ეკლესია და მერე გავაგზავნებთ ჩვენ გზას. შარშან ვიყავით ჩვენ, აქ ეკლესია უნდა მოგვენახულებინა, მაგრამ ფიზიკურად ვერ მივედით, იმიტომ რომ გზა იყო ძალიან გაფუჭებული, ჩამორიცხილი იყო წვიმისგან და წელსაც გადავწყვიტეთ გვენახა ჯერ ერთი გზა როგორია გააკეთეს თუ არა და თუ გააკეთეს კიდე ავალთ მონასტერსაც მოვინახულებთ. სხვა ჭამეიდან იქნება დაახლოებით 5-6 კილომეტრი მეტი არ იქნება. ხო, ეს გავიარეთ მახსოვს. სადღაც მონასტერი ვაგე ბიჭო. აქეთ არის. აქეთ არის მონასტერი. კი იყო იქ ისა. მინიშნება იყო აქეთ იყო სამაგი. მე მგონი გზა გაკეთე, აი აქამდე ამოვედით. აქაც ვიყავით, ბაბუ და აქედან უკვე გაფუჭებული იყო გზა, მე მგონი. გააკეთეს. გააკეთეს. აი აქ იყო ჩანგრეული. ხო, ჩახრამული იყო, კაი დიდი. ორმო იყო და ვერ გავიარეთ. ესე იგი ბესოთ მანქანის დასვრას მაინც ვერ გადაურჩით რა. ეს სველი ადგილია ჯერ ეს გაშრება მაისში. ხო, მაგარი ტალახებია. არა და მანქანას უყვარს ტალახში სიარული. ჩვენ არ გვიყვარს თორე გრეც ხომ მე მანქანას. მანქანა გია მაგის. მანქანას არ უყვარს, მაგრამ მეტი რა გზა. აი მე რო ქულები მომანიჭეს რომელი და ვერ დალიოდი ახლა. ხო, ვერ დალიოდი რა წავედით დიდი. ვერ დალიოდით კი. აუ ზაფხულში აქ რა სილამაზე იქნება წარმოიდგინე. მე გითხარ დასტადგილებს საფრთხის სამოვიდეთ. ბაბუ, გზა გაკეთებულია, უბრალოდ ის ერთი მონაკვეთი იყო ტალახიანი. აქ ხრეში ყრია ჩაულებრივი გზა არის რა, ზაფხულში ამოხვალ. აბა ზამთარში წაწევით. ზამთარში ასვალზე ვიკატავთ. მანქანა არ ვარ დაისვამოს.
ფაქტია, თორე ვერ გაიგო. ვერატო, აშკარად ეთყობა, რომ აი ბულდოზერმა გადათხარა, გადაასწორო და ხრეში დაყარეს და გადაასწორეს. ორი აქ ვერ ამოვხვიდოდი ისეთი ტალახი იქნა. აი როგორც აქ ტალახია, ისეთი იქნებოდა იქაც. ეს მონასტერია, ხო? მონასტერი. შეიძლება ამაც საცხოვრებელია. ამავე. თუმცა გაჩერდა. ეს ახლოს მივედი, ხო? თუ ტალახი იქნება. იქ შედი მართლა. ტალახი იქნება. თოლში გაჩერდა. აჰა, ბაბუ, თოლში გავაჩერე. ეს არის კევლიანის ივერის ღვთისმშობლის მონასტერი. დაახლოებით 10 წელია მონასტერი. ეს გზა, რომელიც ჩვენ შარშან ვიყავით და გაბჭებული იყო მამაოებს აუდგენიათ თვითონ თავიანთი ძალებით. და შენდება აქ საბოლოო ჯამში იქნება მამათა მონასტერი. აი ამ ლამაზ ბუნებაში, არაჩვეულებრივი ბუნება არის, ძალიან კარგი ადგილია. ეგ რაკეთაც აშენებენ, კეილები იქნება მამაოების და ეს არის ძველი დაახლოებით მე-7 საუკუნით დათარიღებული ძველი ეკლესია იყო აქ, რომელიც მერე რესტავრაცია გაუკეთდა და აღადგინეს. შევიდეთ ახლა ეკლესიაში. ჩვენ ჩამოვედით კევლიანის ივერის ღვთისმშობლის ეკლესია მოვინახულეთ ძველი მე-7 საუკუნეში აგებული, მაგრამ დღესდღეობით რესტავრირებულია და მან შენდება მამათა მონასტერი. და ეხლა მინდა თვითონ კევლიანში შევიდე სოფელში და ვნახოთ როგორი სიტუაცია და რა ხდება სოფელ კევლიანში. დენი არის. გზა მოხრეშილია, ჩვეულებრივი გზა მიდის. ცენტრალური გზიდან იქნება 1-5 კილომეტრი, მაქსიმუმ მეტი არა. აი ახლა ეს ნახე მარჯვენა მხარეს რამხელა სახლია, მაგრამ ვერ გაიგებ ახლა დაიწყო ვიღაცა ადამიანმა მშენებლობა და მიატოვა ალბათ და ვეღარ გააგზელა. აგერ აქეთ მარცხენა მხარეს მშვენიერი ლამაზი აშენებული თანამედროვე სახლია. ეს გზა მარჯვნივ სად მიდის თუ ვიცით? არის. მეურნეობა გეგეთაც გაკეთებული. კი ბატონო, მეურნეობა, საქონელი ყავს, ძროხები, თივა აქვს მომარაგებული. კი, ცხარი ჭამიდან რო გადასახვევია, ეგ თქვი უკვე. ბავშვები სეირნობენ ეგერ სუფთა ხაერზე. აქ რა ხდება? უბანი მარტყოფის მამათა მონასტერი იალოს ქოხამდე არის 3-4 კილომეტრი ფეშით. მარტყოფის მონასტერი 13 კილომეტრი. საფეხმავლო ბილიკებია რა. ხო. იალოს ქოხის ნახვაც მაინტერესებს. რა ცოტა კაი ამიდი რო გამოვა, მე გავიდეთ. ასეთ ადგილებში უნდა კეთდებოდეს, რაღაცა კი არა, ძალიან ბევრი რამე უნდა კეთდებოდეს ასეთ სოფლებში, რომელიც ადვილად მისაღწევი არის რა, ტრანსპორტ მანქანით და ხალხისთვის. სადაც კომუნიკაციებიც არის, დენი არის, გზა არის, ახლოს არის, იქით აღარა მორჩა სოფელი. დასახლება. აი სამი სახლი როგორ მოწონს? ლამაზი, დაბალი, ნორმალურია. საბჭო იქნებოდა და ძველი ხო გადაგეძელი. ეს იქნებოდა ბოლშევიკების პერიოდი, ხო? ბოლშევიკი რას ნიშნავს? დიდი. რას ნიშნავს და იმან რა ქვია რომ ჩაატარეს თათბირი რევოლუციურმა კომიტეტმა მაგ დროს რევოლუციის მხარეს იყო უფრო მეტი ხალხი, ვიდრე უწინააღმდეგე კენჭი რო ყარეს, კენჭის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბევრმა უფრო რევოლუციას დაუჭირა მხარი. ხო და იმ ხალხს, ვინც ხმა მიცა რევოლუციას დაარქვეს ბოლშევიკები. ხო და ვინც წინააღმდეგი წავიდა და არ მიცა ხმა იმას მენშევიკები. ეგ რა რევოლუცია იყო? ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია. წელი თუ არ გახსოვთ,
წელი. 18 წელი. 1918. ო, რა დაახლოებით. ეხლა მეგობრებო ვიმყოფებით ერთ-ერთ სოფელში, რომელიც 2014 წელს ჩატარებული ხალხის აღრიცხვის შემდეგ 2014-ში აქ არავინ არ ცხოვრობდა და დღესდღეობით მინდა ვნახო რა სიტუაცია, რა ხდება, ცხოვრობს თუ არა ვინმე. ჭილანტკარი, ასე ქვია ამ სოფელს და ოფიციალურად ეს არის როგორც ნასოფლარი, ასე არის აღნიშნული. ახლოს არის მცხეთიდან დაახლოებით იქნება 18 კილომეტრი, ცხარიჭამიიდანაც ახლოს არის, ახლა ცხარიჭამიაში ვიყავით, ერთ-ერთი სოფელი მონასტერი მოვინახულეთ და შემოვიდით ამ ადგილზე, ძალიან ლამაზი ადგილია, ეს ტყეშია, სოფელი იყო ადრე, ხო და დღესდღეობით ნასოფლარია და მივიდეთ, ვნახოთ. გავიაროთ ახლა ფეხით და დავათვალიეროთ სოფელი ჭილანტკარი. აი, სოფელი ჭილანტკარი. ბიჭო, ეხლა მე ფეხით თუ არ გავიარო აქ ზევით, თუ ავიდეთ ბოლომდე და ვნახოთ. საით არის გზა? აი, აქ არის რაღაც მანქანის ნავალი ეტყვის. ბიჭო, რა მხელა ძაღლი, აქ ფეხით რა უნდა გავიარო, ნახე. ეს ამ ხელა ძაღლი ვისია? ცხოვრობენ აი. Rakija bol. Zungovia, laguerperia, zungovia. ფეხით როგორ გადავიღებდი იმ ხელა ძაღლი დარბოდა. დინარაზე ჩადი საცხა გადის იქეთ აღარაფერი აღარა. არა, ახლა დავა უნდა მოვატრიალო და წავიდეთ. სად დავატრიალო? Iki zaitqa thai. აბა გზა არის ჯავა. Არის გზა, იქითაც. მიდი გზა რატომ მიდის? ბიჭო, ეგ და მიდის იმ საბადურის თვეში კაცო რა გქონდა. საბადურის ხო, არ გვინდა ბაბო აქეთ. ვა. აი, მოსახლე. ეს ჭილანტკარს ეკუთვნის? ხო, აქ ცხოვრობენ, მაგრამ აგე როგორი ძველი სახლებია, ნახე ძველი, მაგრამ აქ-აიქ ვიღაცები ცხოვრობენ, აუშენებია. მაგანე იბანა აშენ ახალი და ის რატო ალბათ შედა მაგისია. ეგ არის ბოლოი. აქ რა აი სახლები აუშენებია. რას ვიფიქრებდი ბიჭო, ნასოფლარიაო, ნაჩვენებია და ნათქვამია და წერია, რომ არავინ არ ცხოვრობს და. მაგრამ კაია, რატო იცი? ის არ არის შორს ეს ცენტრალური გზიდან და დენი ეგერ არის. ხო, ახლა დავატრიალოთ და უკან წავიდეთ. აი შემოვედი სოფელ ჭილანტკარში და ასეთი ძველი ერთ ნასახლარს მივადექი. ეს ძალიან ძველი შენობა არის, რიყის ქვით არის აშენებული. სანამ აგური შემოვიდოდა დაახლოებით, აგური მე-16 საუკუნეში გავრცელდა. აგურით მშენებლობა, აქედან გამომდინარე ეს მანამდე იყო ეს სოფელი განვითარებული. აი დიდი შეფერტყილი ძაღლი რო იყო იქ იქიდან გადაიღო მანქანიდან და ჩანს აი ხო, იქამდე რომ მივალთ, მე მანქანაში დავждები, თორე ერთ-ერთი მაცხოვრებელი არის ამ სოფელში, ჭილანტკარში და ძალიან დიდი ძაღლი ყავდა და დოგი იყო რაღაცა რა ვიცი. ვერენდობა კაცი. ბულდოგდობერმა. დათო ხო ხამხეცივით? ძალიანაც კარგი. ჩავივი ახლა ფეხით მე წინ არის ეგერ კიდე. ეს ახლა ჩვენ ამოვიარეთ სოფლის ბოლოში ვარ, აქ უკვე მთავრდება. აქეთ მარცხენა მხარეს არის მდინარე თეზამი. არის კიდე ატენის ხეობაში მდინარე თეძამის, სხვა მდინარე არის. და აქეთ მხარეს აიგერ ლამაზი სახლი აუშენებიათ. შემოღობილი ადგილებია, სამარაუდოდ იყიდება და შორს არ არის ეს, ანუ მაღალმთაში არ არის ეს სოფელი, ცენტრალურ გზასთანაც ძალიან ახლოს არის. და ასეთ ადგილებში უკვე ხალხი ცდილობს, რომ აიშენოს, ასე ვთქვათ, აგარაკების მაგვარი სახლები და ზაფხულში თუნდაც ზამთარში ნებისმიერ დროს ადამიანი ჩამოამს სუფთა ჰაერზე ადამიანი დაისვენებს, განიტვირთება. ვისაც რა თქმა უნდა საშუალება აქვს. მდინარის პირზე რაჯობია.
ალამაზი ადგილი, არაჩვეულებრივი. ეხლა თან ზამთრის ბოლო თვე არის, 20 თებერვალია დღეს. ხო და ბუნება მაინც და მაინც ლამაზი არ არის, ერთფეროვანია, ნაცრისფერია, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია და წარმოვიდგინეთ ზაფხულში რა სილამაზი იქნება. ეს არის მდინარე თეზამი. რომელიც უერთდება ბოლო-ბოლო არაგვის ერთ-ერთი შენაკადია. ძველი მანქანა ლუაზი. მაღალი გამოვლობის. აგერ იქ ზევით შემაღლებაზე არის სოფლის ძველი დარჩენილი სახლი. დანგრეული. რამხელა სახლი იყო, რამ სიმაღლე კედლებია. ხო. ასეთი სახლებიც არის რამოდენიმე. ეს არის მესამე ნასახლარი რაც შეხვდა. ალბათ ეს ნაკვეთები იყიდება და აგერ ადამიანმა გაამზადა ბლოკები და აიშენებს აქ სახლს. ეხლა ცოტა წინ მივიწევით იქ. დიდი ძაღლი ყავდა ვიღაცას. ვა! შუმახერ. დამზადდა გადაიღო. კაი. სოფელი ჭილანდკარი რა მაგარ ადგილზეა. აი ტყეში არის ჩაფლული რა. და როგორი რამხელა მიტოვებული სახლებია. იქ ზევითაც არის კიდე სახლი, იქაც ავარ. მაგრამ ფაქტია რომ ეგერ აქ ვიღაცას გაუთივია მაყვლები. აბა მაინტერესებს ერთი შევიდე. გაწმენდილია. აქეთ არაფერი აღარ არის. უი, როგორ არ არის, აი იქით რამხელა სახლია. აი აქეთაც. უზარმაზარი აუ აქ ვერ შევალ, ძალიან მაყულებია. აგერ იქით ჩანს დიდი სახლი, ნასახლარი და აქეთაც. რამხელა სახლი და რა მაგარი სახლი იყო. ხო. ჩავიდით ქვევით, ეხა იქაც დავინახე. ზევითაც იყო რამოდენიმე სახლი, ავედი. და აქაც არის ეგერ 1 2 3 სახლი. ხო, არა, იქ მინდა რომ ავიდე, იქ აი ზუსტად. მანქანით ავიდეთ, ხო ჯობია. რავი, ის ძაღლი აქ არის. შეიძლება დააბეს კიდევაც, რავი. საცოდაობა არ არის, ახლა ასეთი ორსართულიანი სახლი რო ინგრევა და უპატრონოთ არის. აი კიდევ ერთ ასე ვთქვათ, ასახლარს მივადექი. აქაც ერთ დროს სახლი იყო გადახურული და აქეთ ზევით რამხელა შენობა.
ეს არ ვიცი ხა საცხოვრებელი სახლი იყო თუ სხვა რამე სოფლის შენობა იყო, ვერ გიტყვით, მაგრამ კაი დიდი შენობაა. მოკლედ ჭილაანტკარი დღეს არის როგორც ნასოფლარი. დაახლოებით 5-6 სახლი მიტოვებული გადავიღე, მაგრამ რამოდენიმე ახლად აშენებული სახლიც გვხვდება ამ სოფელში. ანუ ხალხი ნელ-ნელა იწყებს შემოდინებას, იმიტომ რომ ახლოს არის ცენტრალურ გზასთან კარგი ადგილია, კომუნიკაცია არის, დენი არის, გზა არის. აი ერთ-ერთი სახლი, რომელშიც ცხოვრობენ. ეს ქვევით. მაგრამ დიდი ძაღლი ყავს. ახლოს ვერ მიდივარ. გრანდიოზული სახლი იყო და დღესდღეობით როგორ არის, აი ეს იშლება და მიტოვებული ამ ხელა შენობა. აი ეს ერთ-ერთი სახლი, სადაც ცხოვრობენ. ეს დიდი ძაღლი ეგეა. ის ვიტებს. მაგრამ კარგი ის არის, რომ ახალი სახლებიც არის რა და თლად ეხა მიტოვებული არ არის. კი არა, ნასოფლარი არის ძველი ძაღლი. ნასოფლარი ხო? ნახე ბიჭო, მე ისა 2014 წელს რო ჩაატარეს აქ ამ სოფლის ისა რა ქვია, აღრიცხვა რა მოსახლეობის, არავინ არ ცხოვრობდა აბსოლუტურად 0 2014 წელს, მაგრამ შეისყიდეს მიწა. ხო, და იმის მერე ეტყობა შეისყიდეს და ააშენეს რა, კაი ადგილია, მშვენიერია, კაი გზა არის. პატრონის გზა უბრუნდა. დენია და შორსაც არ არის რა ცენტრალური გზიდან და აშენებს ხალხი, ვისაც აქვს მაგის საშუალება. ესე იგი ჭილაანტკარიდან წამოვედით მეგობრებო და ეგერ შემოვდივართ მთაზე ზევით სოფელი ბურიანი. აქ უკვე ეტყობა რომ აგარაკების სოფელია ეს დასახლება, აგარაკებს იშენებენ. სააგარაკე სოფელი ბურიანი. ახე რა მაგარი სახლებია, აგარაკები. ბიჭო, რა ლამაზია მართლა, ნახე. სასტუმროა, ხო რა. არტ ბურიანი არის. საით მივდივართ მარჯვნივ. არტ ბურიანი. ხო, დასასვენებლად არაჩვეულებრივი ადგილია, ბიჭო, ბუნება კაია, ჰაერი კაია და ეგე ნახე რა მაგარი სასტუმრო გავაკეთეს ბურიანში. აი ხა ჩვენ სადაც დავდივართ. ეს ეხა ისეთი ადგილია რომ ახლოს არის რა ცენტრალურ გზასთან და ყველანაირი კომუნიკაცია არის და მარტივი მოსასვლელია და ასე უნდა იყოს ისა რა ქვია განვითარებული ყველგან ყველა სოფელი რა რაც გვაქვს ჩვენ შემოვლილი მაღალმთიან რეგიონებში. გზა კაი უნდა იყოს, დენი უნდა იყოს და სუბტაჰაერი კია ხო და გაზი რომც არ იყოს ეხა შეშით გათბება კაცი. აი შეჟას რადიოია რა გაახვევი და ბუხარი იყო და ხო და ვისაც საშუალება აქვს ხო ის ახლო მიმდებარე სოფლებში და დასახლებებში იშენებს აგარაკებს, იმიტომ რომ ახლა დიდ ქალაქებთან ახლოს რო არის მარტივია მისვლა-მოსვლა და აი ნახე რამხელა ლამაზი სახლებია ხედავ. გადასარევი სოფელია ეს. იყიდება ნაკვეთებით იყიდება. იქიდან ეთყობა სიქსები მე ჯერ ასეთი სოფელი ძმაო არ შემხვედრია რაც ჩვენ დავდივართ. შენდება რა ხალხი აშენებს. ენელა ვითარდება. ის წვერზე არის განვითარებული სოფელი.
ერთი ძველი სახლი. ხო, ეხლა მივდივარ საიდკენ. სოფელ ზაქაროში. ბიჭო, ნახე რა კარგი, ნახე რა ლამაზი კოტეჯებია. გადასარევი. მართლა გადასარევი. ბუნება ნახე რა, მაგარი ბუნებია. პრინციპში ხა ბუნება ყველა სოფელში მაგარი ბუნებაა, მაგრამ რატო ეს სოფელი აი პირადად ეს უშუალოდ ეს ბურიანი ასე განვითარებული და სხვა სოფლები მიტოვებული და არც არავის არ უნდა ცხოვრობს. ახლოსაა ცენტრალიზაციასთან და თბილისთანაც. თბილისთანაც ახლოსაა, ცხარი ჭამიასთანაც ახლოსაა, ცენტრალური გზაც ახლოს არის და ხალხი მოდის. აგერ ბავშვებით არიან ოჯახებით, მოსულები და ისვენები. შაბათია დღეს. აგერ მიტოვებულია, მაგრამ რასაც მაცხრი. ნახე რა, სიმპათიური კოხტა. სახლი. შაბათ კვირას ხალხი ჩამოდის ისვენებს. სული ადგილზე შევა და ცხოვრობს. შეიძლება ცხოვრობს კიდევაც, ხო, რა უნდა აქედან თბილისში ჩასვლას. ხო, ეს უკვე დამთავრდა სოფელი და იმიტომ გზაც აღარ არის. სოფელი ბურიანი გამოვიარეთ, სხვათა შორის ძალიან კარგად განვითარებული სოფელია. ახლა დაშენებული აგარაკებია. კარგი სოფელია, მე ძალიან მომეწონა. და ბურიანიდან დაახლოებით 2-3 კილომეტრი არის, შემდეგი სოფელი არის ზაქარო. და სოფელთან ახლომახლოში არის უძველესი ეკლესიის ნანგრევები, წმინდა გიორგის ზაქაროს ეკლესია და აი ჩემს უკან ხედავთ, ფაქტიურად დაშლილია კედლები, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო ადგილია ისტორიულად. ნახოთ ახლა ზაქაროს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. დათო რა მაგარი სიწყნარია და როგორი კაი ბუნებაა, ხო დათო? მიწულა ტაძარი, ახლა მაგის დაშენებული ადგილია სულ. კაი მაგიდაა გაკეთებული და ნაგვის გარეშე ახლა მაგიდა ხო აქაც არის, აი ქვევით ნახე. ოტლების და ნაგვის გარეშე აგერაც კაი მაგიდაა, ეგერაც. აუ, მე კიდე ამ დალაგებით დავიღალე რა. არ შემიძლია, სადაც მივდივართ, ყველგან ვალაგებ და ხე ისეთი ადგილი ვნახოთ, სადაც დალაგებულია. მართალია. ვა. და როგორი საწყენია და სამწუხაროა, რომ აი ესეთი ისტორიულად ძალიან საინტერესო და უძველესი ეკლესია ესე უპატრონოთ არის და ინგრევა რა ფაქტიურად. ინგრევა რა დანგრეული არ არის რაღა დარჩენილი. 2-3 წელიწადში ეს კედლების დაინგრევა და ჩაბარდება ისტორიას. და რამდენია ასეთი უპატრონო ეკლესიები ჩვენ ქვეყანაში. აურაცხელი. იქნება არაჩვეულებრივი ადგილი. მაგრამ მე არ მესმის იცი და თო შენ ხო იცია რა, სადაც მივდივართ ხოლმე ძირითადად ესეთი ვიცი, აბა დატოვებული პლასმასის. უბრალოდ აი ჩვენ არ გვსიამოვნებს რა, არ გვჭ და ამიტომ ვალაგებთ, მაგრამ რატო უნდა დატოვო? ხო, აიღე და რატო ყრით, აიღე. ეს რო დატოვე, რომ საჭიროა აქ. მიმუნახე პატარა ადგილი. აკაისა, მოგიდა და სკამოზია. ეიქ თავს დადებ. აგერ საკლავი შეიძლება ფეხებია. ხო, ვიცი, ხო, კარგად არაჩვეულებრივად არის გაკეთებული ეგრე. უნდა დაეტოვებიათ წესი. ფეხები. ეს რა არის? კაი, წავედით ახლა. მოდიან, კეიფობენ, ღრეობენ. ყრიან აგავს და მიდიან. კარგი რაღაცა, რო შეიძლება ამაილანა.
ესე ყველა ამნაირად უნდა იყოს სტრაჟნიკიანი ხალხი. სტრაჟნიკიანი, თოფიანი ადამიანები უნდა იყოს, ნაგავს ვინ ზაყრის, უნდა დაახალოს შუბში. ტყვია. ფეხებში, ხო. ბავშვი ვასწავლო არ გამოწევს სასაფლაოს აზრის ლეზოში კაცი მოგალი არ შეიძლება. შემოსევები ხომ არა? შემოსევაზე უარესი არ არის ასეთ ამბავში რო ტოვებ, ასეთ ისტორიულ ლამაზად ბუნებაში, ყრი პლასმას. საქანე სოფელი ამოდის და აკეთებს თავის ტრადიციულ ღონისძიებებს და შეიძლება სოფლის ხალხი გეულის, მაგრამ ის ულის ვიღაცა მოდის საქეიფო. არ ულის. ეხლა მოვდივართ მეგობრებო სოფელი ზაქაროდან, გავჩერდით იქ ვისადილეთ. საღამო ჟამეა და მივდივართ რუსთავისკენ და გამოვიარეთ სოფელი, რა ქვია ამ სოფელს ბესო? გალავანი გამოვიარეთ და ერთი პატარა მონაკვეთი მინდა რომ გაჩვენოთ რა. აი გზევით არის სოფელი ზაქარო. მივდივართ ეხლა სახლისკენ. და არ ვიცი ეს რო არ გადამეღო რაღაც გულმა ვერ მომითმინა რა. აი ეს ადგილი რო გამოვიარეთ. აი არ ვიცი რა, აი კომენტარის გარეშე ახლა უნდა გაჩვენოთ რა ხდება აქ. და აქეთ ხალხი ცხოვრობს რა. აგერ იქით სოფელია. და გამოვდივართ ცენტრალურ გზაზე. აგერ გზაზე გამოვდივართ. აი ეს ადგილია. არ ვიცი, ეს არის რაღაცა კატასტროფა რა. ეს არის საშინელება და კატასტროფა. არ ვიცი, აქ როგორ უნდა ასე აიარო, ჩაიარო. და ხალხი დადის აი ამ გზაზე, აი. სახლებისკენ მიდიან. ეს არის რაღაცა საშინელება.